კარგი, ახლა გადავდივართ ღაზას სექტორზე. ღაზადან ორი სრულიად განსხვავებული ამბავი. ერთ დიდ კითხვაზე მიუთითებს. ვინ მართავს სინამდვილეში? ისრაელის თავდაცვის ძალები და ისრაელის დაზვერვის სამსახური შინბეთ ამბობენ, რომ ჰამასი ღაზას ერთ-ერთ ყველაზე დიდ საავადმყოფოს დაკითხვის ცენტრად აქცევს. წამების და დაშინების ადგილად, რადგან ტერორისტული ჯგუფი ცდილობს შეინარჩუნოს კონტროლი მოსახლეობაზე. ისრაელის დაზვერვა ამბობს, რომ ჰამასი ხან ივნისში ნასერის საავადმყოფოში მოქმედებს, მათ შორის თითქოს დაკითხვებს ატარებენ და პალესტინელებს ფულს ძალავენ. ამავე დროს Associated Press-ის გამოძიება აჩვენებს, რომ კონტრაბანდისტული ქსელები ღაზაში სიგარეტიდან და აიფონებიდან დაწნებული, მედიკამენტებითა და საწვავით დამთავრებული ყველაფერს შეაქვთ. ზოგიერთი საქონელი ჩვეულებრივ ფასზე ბევრად ძვირად იყიდება. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ პალესტინელი ოფიციალური პირები, ისრაელის ჯარისკაცები და შუამავლები იღებენ წილს, ხოლო ჰამასი გავრცელებული ინფორმაციით კონტრაბანდული საქონლიდან ფულს აგროვებს. მას რას გვიჩვენებს ეს მოვლენები ჰამასის კონტროლზე ღაზაში და სამოქალაქო მოსახლეობაზე მზარდ ზეწოლაზე? ამ თემის გასაშიფრად ჩვენთან ერთად კაიროში არის ღაზელი მშვიდობის აქტივისტი რამი ამანი. რამი, ისრაელის თავდაცვის ძალები და შინბეთი ამტკიცებენ, რომ ჰამასი ნასერის საავადმყოფოს იყენებს დაკითხვისა და წამების ცენტრად. რა არის თქვენი რეაქცია ამ ბრალდებებზე? და რამდენად სანდოდ მიგაჩნიათ ეს ბრალდებები? დიდი მადლობა. ჩემი რეაქცია, რომ როგორც შინბეთი, ასევე ჰამასი იყენებენ ღაზაში მყოფ ხალხს, ეს ყველაფერი თამაშს გავს. ღაზაში მყოფი ხალხი. შინბეთი ამბობს, რომ ღაზა ჰამასის ქალაქია. ჰამასი კი სჯერა ისრაელის თავდაცვის ძალების. საბოლოოდ, 3 წლის შემდეგ, ფიქრობ ძალიან ნათელია, რომ ღაზაში მყოფ ხალხს არაფერი აქვს გასაკეთებელი. მხოლოდ ჩვენ საუბრობთ ჰამასზე. ჰამასი როგორც ჰამასი, არაფერი შეიცვლება და ისრაელის თავდაცვის ძალები არის ისრაელის თავდაცვის ძალები. იცით, Associated Press ერთდროულად აღწერს აპყოვებულ შავ ბაზარს, ფასების ზრდას. ისრაელი ამბობს, რომ ჰამასი ამ ყველაფრის ფონზე აძლიერებს დაკითხვებსა და დაშინებას. იმ ღაზელებს შორის, ვისთანაც ადგილზე საუბრობთ, რა სურთ მათ რომ მოხდეს? მართალია, რომ ჰამას ახლა ყველაზე ნაკლები მხარდაჭერა აქვს და ფიქრობთ, რომ ჰამასი ამას აცნობიერებს? ჰამასმა წლების წინ დაკარგა ხალხის მხარდაჭერა ღაზაში. პირველი ომის შემდეგ, 2009 წელს, მეორე ომის შემდეგ, 2014 წელს და შემდეგაც, მომდევნო წლების განმავლობაში. 2023 წლამდე, ოქტომბრის 7-მდე ერთი თვით ადრე, 100,000 ადამიანი ღაზაში ითხოვდა, რომ ჰამასი დაეტოვებინა ღაზა. ამიტომ ჰამასი საზღვართან მივიდა. ღაზაში მცხოვრები ადამიანები ტრამპის განცხადების შემდეგ ვიგრძენით, რომ იქნებ გაჩნდა შანსი, რომ ღაზის კომიტეტს შეექმნა მთავრობა ღაზაში, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ღაზაში მცხოვრები ადამიანები ელოდებიან ახალ მთავრობას. ისრაელის მთავრობისთვის ყველა ღაზაში, მათ შორის მეც, ჩემი ოჯახის ჩათვლით, მათ შორის ისინი, ვინც მხარს უჭერს მშვიდობას ისრაელთან, ჩვენ ჰამასის იარლიხს გვაკრავენ. ნეთანიაჰუ არ აძლევს პალესტინის ხელისუფლებას უფლებას. ნეთანიაჰუ არ აძლევს უფლებას არც ერთ სხვას გააკონტროლოს ღაზა. ამიტომ ფიქრობ ეს ჰამასის განახლებაა. ეხლა ისრაელის დრონი ღაზის თავზე 2007 წლიდან. ისინი ყველაფერს ხედავენ ღაზის შიგნით, არა მხოლოდ ნასერის საავადმყოფოში. ამიტომ მე ვფიქრობ ეს მხოლოდ თამაშია და ეხლა ჩვენ ველოდებით არჩევნების შედეგებს ისრაელში. და არაფერი შეიცვლება. მე ვფიქრობ, ომი მაინც გაგრძელდება. ჰამასი ძალიან კარგად იყენებს ომს თავისი დრის წესრიგის გასატარებლად. ჰამასი თუ ერთი პალესტინელიც კი ცოცხალია, ჰამას მის გვერდით იპოვით და არა მის წინ ან სხვაგან. ჰამასი ყოველთვის მის გვერდით იქნება. და ნეთანიაჰუ ასე არ მოიქცევა. დიახ, ანუ აშკარად იმედის ესეთი ნაკლებობა, ეს მართლაც ძალიან მძაფრი განცდაა, იცი? სრული განადგურების განცდა, მათ შორის, ვინც ეხლა ჯერ კიდევ ღაზას სექტორშია. ფიქრობ, რა თქმა უნდა, კითხვა ასეთია. რატომ არ ვხედავთ, რომ ხალხი მასობრივად აღდგეს ჰამასის წინააღმდეგ, თუ ეს მართლაც ასეთი განწყობაა? იცი, აშკარად ამ ანგარიშების ფონზე, სადაც საუბარია დაკითხვებზე და ძალადობაზე, რომელიც მშვიდობიან მოსახლეობაზე გამოიყენება, არსებობს რაიმე გზა, რომ მოსახლეობამ ამას წინააღმდეგობა გაუწიოს. თუ ფიქრობთ, რომ ალტერნატივის გარეშე, რომელსაც ისრაელი დაუჭერდა მხარს, წინსვლის გზა არ არსებობს? შემიძლია კიდევ ერთი რამ აგიხსნათ. ღაზაში ან პალესტინის ტერიტორიებზე ჩვენ გვაკლია მესამე მხარე, რომელიც ზეწოლას მოახდენდა ხამასზე და ბუმაზენზე. ისრაელის საზოგადოებაში მესამე მხარეს ვერ იპოვით.
ვერ იპოვით ხალხს, ვინც ცდილობს ზეწოლა მოახდინოს ნეთანიახუზე ან მემარცხენე პარტიებზე, რელიგიურებზე, ყველაზე. მაგრამ პალესტინის ტერიტორიებზე ჩვენ ლიდერები არ გვყავს, სოფლიოსთვის, ნეთანიახუსთვის, საერთაშორისო საზოგადოებისათვის. ისინი კმაყოფილები არიან ჰამასით და ფათახით. გაზას შიგნით უმრავლესობას შეუძლია თავისი ქვეყნის დატოვება, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ჩვენ ჰამასი არ მოგვიშორებია. ბოლო წლებში რაიმე მოძრაობის შექმნის შანსი იყო. ჰამასი სურს, რომ სოფლიოზე იბატონოს. თუ ჰამას გააძევებთ გაზადან, იქ დაიშთ და ჩვეულებრივ ბანდას ნახავთ. რა, არჩევნები გჭირდება, მაგრამ არა ასეთ პირობებში. გჭირდება სტაბილური დრო, რომ ჰამასი მოვიშოროთ, ნებისმიერი მოვიშოროთ. მაგრამ გჭირდება სტაბილური დრო. მაგრამ ღაზაში მყოფი ხალხი ისრაელების და ჰამასიც გხოცავენ. ყოველ დღე ჰამასი ვიღაცას აკავებს, ესვრის ან აშინებს. არავის აინტერესებს. სწორი გულისხმობიცით აშკარად ძალიან დამანგრეველი სიტუაცია. ძალიან რთულია იმ სურათების ნახვა, რომლებიც ახლა ღაზიდან მოდის. და ვფიქრობ, რომ რა თქმა უნდა არსებობს საერთაშორისო სურვილი, რომ აქ რაიმე ტიპის გეგმა წინ წაიწიოს, მაგრამ ბევრი კითხვაა იმასთან დაკავშირებით, როგორი იქნება ეს გეგმა და როგორ მოხდება ჰამასის საბოლოოდ განიარაღება. იცით რამე, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ ჩვენთან შემოერთებისთვის. ყოველთვის საინტერესოა თქვენი მოსაზრების მოსმენა ამ საკითხზე. და იცით, ვფიქრობ, ჩვენ ყველანი ვიმედოვნებთ, რომ რაღაც ეტაპზე რაიმე გამოსავალი გამოიკვეთება. არის იმედი. მე ვესაუბრები ხალხს, ისრაელებს და პალესტინელებს. და ამის გამო კვლავ მჯერა ამის. პოლიტიკა არის პოლიტიკა, მაგრამ იცით, ხალხი ყოველ დღე, ბევრი ისრაელი და პალესტინელი ერთად საუბრობენ ან ატარებენ ადვოკატირების კამპანიებს. ეს მართალია. ისინი არავინ იცის ისრაელში, ღაზაში, ადამიანები ერთმანეთს ესაუბრებიან, მაგრამ ლიდერები არ გვყავს, ჩვენ ლიდერები არ გვყავს. ისინი საკუთარ ხმას წარმოაჩენენ. ღაზაში მცხოვრები ადამიანები ეშინიათ სამშვიდობო საქმიანობის, ეშინიათ მოლაპარაკებების, რადგან 19-ში ჰამასმა მშვიდობის საქმის რეპუტაცია გაანადგურა. ისევე როგორც მშვიდობის საქმე ისრაელში. მშვიდობა ღირებულებაა. დატივისება კარგი რამაა. ამიტომ უნდა შევინარჩუნოთ იმედი საკუთარ თავში და მე მჯეროდა ამის. მადლობა. მადლობა რამი.